სასწავლო პროგრამასა და უმაღლესი განათლების სფეროში დაგეგმილი სიახლეები გააცნო დღეს საქართველოს განათლების და მეცნიერების მინისტრმა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს. მინისტრის განცხადებით უწყების პრიორიტეტი სოციალურად დაუცველი სტუდენტებისთვის სასწავლო გრანტების გაცემა იქნება. თამარ სანიკიძემ დღესვე განმარტა, რომ ბაღებსა და დაწყებით სკოლებში შეწყვეტილი სასწავლო პროცესი ორშაბათს განახლდება. განათლების მინისტრთან ერთად შეხვედრას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის უფროსიც ესწრებოდა. გიორგი სიგუამ ტურიზმის ფაკულტეტის სტუდენტებს მობილური გიდების შესახებ პროგრამა გააცნო, რომელიც ახალგაზრდების გადამზადებასა და უფასო პრაქტიკას ითვალისწინებს. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა. ჩვენ შევაჯამებთ წელს, ნახავთ როგორი იყო მათი ჩართულობა სახელმწიფოს მიერ შეთავაზებულ სხვადასხვა პროგრამებში, ასევე ჩვენ გვაქვს კონკრეტული სიახლეები მათთვის. ჩვენ გვინდა რომ მათ ხელი შეუწყოთ სამომავლო დასაქმებაში, შევთავაზოთ სახელმწიფოს მიერ წარმოქმნილი სხვადასხვა დასაქმების პროგრამებში ჩართულობაც. მე ვფიქრობ, რომ დაინტერესებაც იქნება შესაბამისი. სწავლის შეწყვეტა ნამდვილად არ იგეგმება, პირიქით მდგომარეობა ბევრად გაუმჯობესებულია და უკვე რაიონებშიც დაიწყო კლება ინფიცირებული ბავშვებისა. მე ვფიქრობ, რომ მაქსიმუმ როგორც იყო დაგეგმილი კვირის ბოლომდე სწავლის პროცესი შეჩერებული იქნება, თუმცა ორშაბათიდან განვაახლებთ სწავლას. 1 ივნისიდან იწყება მობილური გიდების პროგრამა. ესენი არიან ახალგაზრდა ადამიანები, სტუდენტები, რომლებიც სპეციალური ეკიპირებით, სპეციალური აღჭურვილობით, სპეციალურ ფორმებში გამოწყობილ მოზრაობენ სხვადასხვა ტურისტულ მარშრუტებზე. ეს მათთვის არის პრაქტიკა. აქ იქნება ჩართული 150 მობილური გიდი. ჯერჯერობით დაგეგმილი არის მხოლოდ თბილისი, თუმცა მე ვთვლი, რომ არაფერი პრობლემა მაშინ არ იქნება, რომ ბათუმით ჩავერთოთ ამას და ჩვენ ვზადავართ, რომ პროექტი დავაფინანსოთ ბათუმში. ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა, კითხვა-პასუხის რეჟიმში ჩაიარა. ძალიან ბევრმა სტუდენტმა გამოხატა თავისი აზრი და აგრეთვე დასვა მნიშვნელოვანი კითხვები, რომლებიც პასუხები არა მარტო სტუდენტებს, არამედ ვფიქრობ, თვითონ ჩვენი უნივერსიტეტის ბევრ ლექტორ-მასწავლებელსაც აინტერესებდა და ვფიქრობ, რომ რაც უფრო ხშირად ჩატარდება, მით უფრო კარგია, იმიტომ რომ ეს უშუალო კითხვა-პასუხის რეჟიმი და მიღებული პასუხები არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი.